სალამი, მე ვარ კახამშვიდობაძე, დამდგმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი. ვაგრძელებ ვიდეოების სერიას რადევს ფოტოგრაფის ჩანთაში, ასე რომ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ახლა ვიმყოფებით რედპანდა რენტალის სტუდიაში, ესეთი პატარა მშვენიერი გარემო გვაქვს მოწყობილი, სადაც დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ქართული სპორტის ბოლო პერიოდის, ალბათ საუკეთესო მემატიანე, თავისი საქმის პროფესიონალი და თუკი ვინმეს პროფესიონალი ფოტოგრაფი შეიძლება უწოდოს, ზუსტად არის ეს ადამიანი, რომლის ფოტოებსაც ძალიან ხშირად ვაზიარებთ ხოლმე, თუმცა არ ვიცით ვინ იღებს. და ეს არის თამუნა ყულუნბეგაშვილი, მადლობა თამუნა. მადლობა ძალიან. რომ მოხვედი აქეთ აი პატარა ესეთ სტუდიაში და გაგვიზიარებ დღეს თუ რა გიდევს ჩანთაში. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა უდევს ტოპ ფოტოგრაფებს და ესეთ ვიდეო ოპერატორებს ჩანთაში და შენი გამოცდილების გაგება ძალიან გაგვიხარდება ჩვენს, რომელიც აქეთან ნაწილში ვართ და მაყურებელსაც რა თქმა უნდა. კახა, შენ ისეთი სახელები ჩამომითვალე, მოუთმენლად ველი სხვა ეპიზოდებს, ძალიან მაინტერესებს. სხვა სფეროში ფოტოგრაფებს რა უდევთ ჩანთაში და როგორ მუშაობენ, ნამდვილად ძალიან ისეთი საინტერესო. თან ის არის, აი სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა რაღაცები არის, რაც გჭირდება და ძირითადი ინსტრუმენტი რაც არის რა. რა თქმა უნდა. იცი რა მინდა, მე ძალიან კარგად გიცნობ. ასე ვამაყობ რომ მეგობრობ და ჩემი მეგობარი ხარ. მაგრამ მინდა რომ მაინც ვინც გვიყურებს ახლა ახალგაზრდები არიან და შეიძლება არა მარტო ახალგაზრდები, რომლებიც აზიარებენ შენ ფოტოებს, ძალიან ხშირად ოლიმპიადებიდან უხარიათ, როდესაც აი ოქროს რომ მოიგებს რომელიმე ჩვენთაგანი, სპორტსმენს გულისხმობ, მე შენი ფოტოები და კიდევ კუპრასი და 1-2 ფოტოგრაფი ვინც ხართ ხოლმე, იმათ ფოტოები ზიარდება. მაგრამ არავინ იცის თუ ვინ დგას ამ ფოტოების უკან. თუმცა ჩვენ მაინც გვიხარია, რომ ძალიან ესეთ მალე ვრცელდება ეს. კი, და ეგრევე, აი რავი, ათასობით შეარზე გადის ხოლმე ეს ფოტოები და აი დღეს რას აკეთებ კიდე, გარდა იმისა, რომ ოლიმპიადებზე დადიხარ 4 წელიწადში ერთხელ. 4 წელიწადში ერთხელ, პლუს ზამთრის ოლიმპიადები ნუ დაგავიწყდება, შეგადაშექმნა ამასაც ვასწრებ. დღეს მე ვარ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის ფოტოგრაფი. ძალიან კაი. კი, საკმაოდ საინტერესო სამსახურია, თან ისეთი გრაფიკია, რომ ძალიან ხშირად მიწევს ტურნირებზე მოგზაურობა და შესაბამისად თბილისში, საქართველოში უფრო ნაკლებად მიწევს ყოფნა და მუშაობა. თუმცა ყოველთვის ვცდილობ ისე დავალაგო კალენდარი, ძირითად ივენთებს საქართველოში რომ არ დაემთხვეს ჯუდოს ივენთები. არ არის მარტივი, მაგრამ შეძლებს დაგვარად. შენ სტორებსაც ძალიან ხშირად ხან ტოკიოდან და ხან რა ვიცი, გაღმა, ოკეანის გაღმა ერთი ნაპირიდან მეორეში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში სულ არის ხოლმე რა ეს სტორები და მიხარია ძალიან. და ეს საერთაშორისო ჯუდოს ფედერაციაში რო ხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული სპორტის ფოტოგრაფია, ნუ რა ვიცი, შენ ხელშია, კიდევ 1-2 გამორჩეული ფოტოგრაფი ხარ და კუპრა, ვერძეული და არჯექსაც არის და ცოტა ძველების დამსახურებაცაა, რომელმაც გადმოგცეს ეს ცოდნა რა. გადმოგცეს ეს ცოდნა და შეგვაყვარეს, იმიტომ რომ ანუ ალბათ ეს ისეთი სფერო არის, სიყვარულის გარეშე ცოტა რთულია ეგ რო აკეთო. ხო, სპორტი უნდა გიყვარდეს, რომ კარგად გადაიღო. აუცილებლად. რამდენ ოლიმპიადაზე ხარ ნამყოფი ზაფხულისაზე? ზაფხულის 3. რიო, ტოკიო და პარიზი. კი, ეს არის 12 წელი არის. ასევე რაგბი გიყვარს. რაგბი ჩემი უდიდესი სიყვარულია, ძალიან მიყვარს ექსპორტის სახეობა და რაგბზეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი მსოფლიო ჩემპიონატებზე, ხო. ნუ მოკლედ ეს ბოლო პერიოდის ალბათ ბოლო რამე 15-20 წელი რამდენი წელი? 20 ჯერა, 20 ბევრი. ბოლო 15 წლის სპორტის ისტორიის ესეთი ძალიან დაახლოებით, კი. ძალიან კაი არქივი გაქვს და მიხარია, რომ ეგრე ხდება. სხვადასხვა ცოტა ხნის წინ მომიწია არქივთან მუშაობა ჯუდოს მხრიდან და ისეთი ფოტოები აღმოვაჩინე, ანუ ბევრი მაშინდელი სპორტსმენი ახლა მწვრთნელია, ან რაღაც სხვა სფეროში მოღვაწეობენ და ძალიან საინტერესოა. თვალწინ გადაგირბინვა შენმა კარიერამ. ზუსტად, კი. ეს ძალიან კაი. კაი, დავიწყოთ, გადავიდეთ ძირითად ნაწილზე, ხო? შენ გაქვს 2 ჩანთა. ერთი ცოტა პატარა, მეორე ცოტა დიდი. კი. ხო და მოდი პატარიდან დავიწყოთ რა ჩანთაა,
რაში გადგება, რატო იყენებ და ასე შემდეგ. დავიწყებ იმით, რომ გააჩნია რა გადაღებაზე მივდივარ, იცვლება ეს სეტი. შიგნით რაც დევს და ჩანთებიც იცვლება. ამ ჩანთის ნაცვლად შეიძლება მეორე ჩემოდანიც იყოს, ან მესამე ჩანთაც იყოს და ნუ რა თქმა უნდა გააჩნია რა მასშტაბის თამაშია, ან ტურნირია და მაგის მიხედვით იცლება შენი ეკიპირებაც რა. მაგრამ როგორც ხვდები ეს მეტნაკლებად უფრო ძირითადი ხო, ძირითადი რასაც ნამდვილად ვიყენებ თითქმის ყველა თამაშზე ან ტურნირზე, ყველაფერი დევს აი ამ ორ ჩანთაში. ოკეი, ეს ზურგჩანთა არის პატარა ზომის მანფროტოსი. დიახ. როგორია ჩანთა თვითონ? ძალიან კომფორტულია. მე ძალიან მეხმარება იმაში, რომ პატარა განყოფილება აქვს წინ, სადაც ფოტოაპარატიც ეტევა. ხო, პატარა ლინზა შეიძლება ჩაიტიოს. ხშირად ვიყენებ აი ამ ჩანთას, რომ ჩავდო ფირის კამერა. მაინც ისეთი სიყვარულია ფირის ფოტოგრაფიის მიმართ. გიდევს ახლა? არა, ახლა არა. ახლა სამწუხაროდ არა, მაგრამ ხშირად არის, როცა კარგი ამინდია ან საინტერესო თამაშია, ისე ვანაწილებ ხოლმე, რომ ფირიც იყოს აუცილებლად. ანუ პარალელურად მაგალითად ჯუდოს ტურნირზე ფირსაც იყენებ ხოლმე? რამოდენიმეჯერ გადავიღე, კი. და როცა გააქვს მაგის ლუფტი ესე ვთქვა. კი, просто შემიძლია რაღაც საქმე ცოტა გადავდო და გავერთო ამ ფირის კამერით. მოდი დავიწყოთ, გავხსნათ, აბა. დავიწყოთ. რა დევს შიგნით, ხო? რა დევს შიგნით. მოდი დავიწყოთ აი ამ განყოფილებით. შიგნით აქ დევს ხოლმე ლეპტოპი, მაგრამ შეგნებულად არ წამოვიღე, იმიტომ რომ ყველა იყენებს და ყველას გვესმის, რომ ლეპტოპი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კონკრეტულად მუშაობის დროს ლეპტოპს თითქმის არ ვიყენებ. აბა როგორ მუშაობ? როგორ მუშაობ და ონლაინ. კამერას ვუერთებ ინტერნეტს, კაბელს, რა თქმა უნდა. და ფოტოები იგზავნება FTP-ზე. 90% შემთხვევაში ეგრე მუშაობ, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებმა იმდენად შეგვიცვალეს მუშაობის სტილი. ანუ აი ამ წამსვე ყველას აინტერესებს ეს ამბავი, რა მოხდა, როგორ მოხდა, რა საინტერესო მომენტი. მან ბარემ ეკითხა, რო აგზავნე, ესე პირდაპირ კამერიდან იგზავნება. ეს ფოტო სადღაც სერვერზე, FTP-ზე, სადაც, რავი. კი ბატონო, შესაბამის ორგანიზაციის. კი. და მე რედაქტირებას რედაქტორი აკეთებს იქ კროპირებას მაგალითად. თუ შენერევი მაგაში. გააჩნია ვისთან თანამშრომლობ. თუ იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლობ საერთაშორისო სააგენტოსთან, რა თქმა უნდა, გამოყოფილი ყავთ ხოლმე ერთი ადამიანი, სადღაც ოფისში ზის და იღებს ამ ჩემ კადრებს და არედაქტირებს და უკვე ოკეი. კი ბატონო. დავიწყებ ორი მარტივი ნივთით, რომელსაც ძალიან ხშირად არ ვიყენებ. მაგრამ IGF-ში მუშაობიდან გამომდინარე, ზოგჯერ გვჭირდება და რა დროს გვჭირდება, ანუ ტურნირის დასრულების მერე ძალიან ხშირად არის რაღაც სხვა განსხვავებული ივენთები, სადაც გვიწევს მუშაობა ან VIP სტუმრებთან, პროტოკოლში და საჭირო არის ფლეში. სხვათა შორის ძალიან ძველი მოდელია, მაგრამ ისეთი მუშა მოდელია, ჯერ ვერ შევცვალე, მაგრამ ვფიქრობ შეცვლას და ვერ ჩამოვყალიბდი რომელი შევიძინო. აი, ნახოთ, იქნებ რომელიმე სერიაში ვინმე გაგიზიაროს თავისი გამოცდილება Nikon-ის ფლეშთან დაკავშირებით. ველოდები. ეს დამატებითი ელემენტია. ამისთვის. კი, ფლეშისთვის. აჰა. რომელშიც ასევე. და ამას აერთებ პირდაპირ ფლეშზე და პირდაპირ ფლეშზე, ხო. ეს ერთი. არასდროს არ არის. ნუ ეს. კი. ზედმეტი არასდროს არ არის. ზედმეტი არა, ზედმეტი არა. რაც უფრო მეტი გვექნება, უკეთესია. ან დურასელი. დურასელი. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად სხვათა შორის გადაღებებზე ოპერატორებს ხან დაუჯდება პეტლიჩკაში, ხან სად და მე მაქვს. მაშველი რგოლი არის, ეს კი, რა თქმა უნდა. შემდეგ მივადექით ეს პატარა ჩანთა, სადაც აი წვრილი ნივთები მიყრია. ისევ მაშუქისთვის. სიმართლე რომ გითხრა, არასდროს არ გამომიყენებია. დიფუზორი ესე ვთქვა. ხო, აი ესეთი მინი დიფუზორი. პატარა softbox-ი. მაგრამ ნუ მაინც არის. მაინც არის, ხო. ვაი და დაგჭირდეს. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეს უფრო ლეპტოპის და მე შემდეგ უკვე მუშაობის ესეთი დეტალებია.
SD ბარათი, ძალიან სწრაფია და SanDisk-ის SSD. SanDisk-ის SSD. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფია და დიდი მასალა შემიძლია გადავწერო ნამდვილად წამებში. ტურნირების და დიდი თამაშების დროს ამით მუშაობ და შემდეგ უკვე მთლიანი მასალა გადამაქვს უკვე სხვა ხარდებზე. რადგან ინახავ. კი. ნუ ეს ჰაბი მაგისტრის სხვა device-ის შესაერთებლად. საწმენდი? საწმენდი. რაც აუცილებელია. აუცილებელია, თან ბევრი მაქვს სხვადასხვა ჯიბეებში. აი ესეთი პატარა და კომპაქტური სითხე, ისეთ საწმენდი. ობიექტივებისთვის. კი, ობიექტივების გადაღების წინ ყოველთვის ვამოწმებ, ვამზადებ მთლიანად სეტს, ნამდვილად. დამატებითი ელემენტები. ეს ცოტა უცნაური რაღაცა შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ ასევე რავი, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა რაღაცის დამაგრება ჭირდება, ან კაბელის, ან უამრავი რაღაც შემთხვევა. ამიტომ სხვადასხვა ესე ვთქვათ, ამ წებოვან ლენტებს იყენებ. კი, აუცილებლად. აუცილებლად ვიცემ ხელზე დაიხვევენ. ჩემი საქმე არ არის. ესე იგი ეს ამას პრაქტიკული გამოყენება აქვს რაღაცის დასამაგრებლად. რემოუტ კამერას როცა ვიყენებ, მაშინ ეს მჭირდება ხოლმე რაღაცების დასამაგრებლად, ზუმი რო გავაჩერო და არ გამეწეს. ხო, რო არ იმოძრაოს, თუ ოდნავ დახრილი არის მაგალითად და ნახრილი. თან ეს ორი ცალი ისეთი კომპაქტურია, ნებისმიერ ჩანთაში და ჯიბეში. შავ-თეთრი სპეციალურად არის თუ არა, დამთხევა. დამთხევა ნამდვილად. შემდეგი აი ამ ჯადოსნურ განყოფილებაში. აბა რა გიდევს მან? დამტენები. ეს ლეპტოპის დამტენი. ლეპტოპის დამტენი, გადაღების დროს, ან მაგალითად თამაშზე თუ მივდივარ, რომელიც გრძელდება 2 საათი, თავისი გახურებით და მე ემოციებით შეიძლება 3 ან ცოტა მეტიც გაგრძელდეს. იდეაში ეს ელემენტების რაოდენობა მყოფნის. მაგრამ ვაი და რაღაცა მოხდა, აუცილებლად ერთი დამტენი მაინც პატარა და კომპაქტური. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარია, ყოველთვის მიგდია ჩანთაში, ნებისმიერ ქვეყანაში. ქვეყნის მიხედვით სად რა შევაერთოთ და როგორ. კი, აი ბრიტანეთში მქონდა ეგ პრობლემას ვერ დავარქვევ, მაგრამ ხო დაგვრჩა. რომ მივდიოდით და მე ნუ იქ კი შევიძინეთ, მაგრამ ეს კაია, კი და საჭიროა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს ამერიკას, საქართველოს, იაპონია, ბრიტანეთი. ხო, ანუ ბევრი სტანდარტი არ არის, მაგრამ 3-4 სტანდარტია სულ მსოფლიოში და ნუ ეს საჭირო ნივთია ნამდვილად. საჭირო ნივთია. ახლა გადავდივართ ჩემს საყვარელ თემაზე, საწვიმები. საწვიმრები. კი ბატონო. რა გინდა ჯუდოს დარბაზში საწვიმარი? ჯუდოს გარდა რამდენი რაღაცა გვაქვს საინტერესო და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად ვიცი რომ ბევრ ჩემ კოლეგას არ აქვს ხოლმე ჩანთაში საწვიმარი. აქ მხოლოდ 3 ცალი მაქვს, მაგრამ თუ მივდივარ რაღაც მნიშვნელოვან თამაშზე 4-5, ანუ სახში რაც მაქვს, ყველაფერს ვდებ ჩანთაში. საწვიმარი. აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება გაიხეს, შეიძლება გაფუჭდეს, ვიღაცა შეიძლება დარჩეს, კოლეგას უნდა დაეხმარო აუცილებლად. ამიტომ გატენილია ხოლმე ჩანთა საწვიმებით. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და კი, საწვიმარი რომელიც ღირს პირობითად $100, ეს უხეშად რო ვთქვათ რა, კარგი საწვიმარი. ხო, $100 ღირს, მაგრამ კამერა გაქვს 6000-იანი ან 10000-იანი რა. ამიტომ არ უნდა დაგენანოს. ძალიან საჭირო ინვესტიცია. რომელიც აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყიდო რა. აუცილებლად. და კომფორტული. აქ ხარისხი და კომფორტი ძალიან გადაბმულია ერთმანეთთან რა. ნამდვილად. და უნდა იყოს დასანანი ეს თანხა. ან მივაგენი საბოლოო ჯამში think tank-ის საწვიმრებს. think tank-ის საწვიმრებს. სხვადასხვა ძალიან კაი კომპანია think tank-ი, აი ძალიან. კი, მეც ძალიან ვაყოფილი ვარ. და რადარა საწვიმრები გაქვს, ხო? კამერის და ლინზის 2 საწვიმარი. ეს ერთიანია, ხო? ან კამერასაც და ერთობლივად იცავს. კი, ანუ მაგალითად თამაშზე თუ მუშაობ, ძირითადად 2-3 კამერით მუშაობ და თვითონ კამერას და ლინზას აქვს თავისი ზომა და შესაბამისი საწვიმარი. მოდი გავხსნი ამას, ხო? კი, ეს დიდი ზომის არის, თუ გინდა მოდი პატარა გავხსნათ. დიდი ზომი შესაბამისად უფრო დიდი ობიექტი. ხო, დიდ ლინზაზე არის. ამას გავხსნი. ესეთი კომპაქტური და აი ეს დაიჭირე შენს რა. ესე ამოვაჩინოთ. აი ეს ძალიან მარტივად მაგრდება
კამერის ზედა ნაწილში. ზედა hot shoes-ზე ესე ვთქვათ, ხო? სადაც flash-ს ამავთ. და მე უკვე და ამ ხრიცით იყენებ, რომ ბლენდაზე კარგად გადაუჭირო. კარგად დამაგრდეს და წყალი არ შევიდეს. წყალი არ შევიდეს. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რო ვიყავით იაპონიაში რაგბიზე, მან დავინახე აი ესეთი საინტერესო რაღაცა საწვიმარი შარვალე. აჰა. ერთ-ერთ თამაშზე კატასტროფული ამინდი იყო, წვიმდა. არ მქონდა მაშინ და დავინახე რომ კოლეგამ აი ესე ჩანთიდან ამოიღო, ზემოთ და ჯინსებზე ამოიცვა და დამშვენივრად იმუშავა იმ თამაშზე. აღარ ფიქრობდა გაციებაზე და დისკომფორტზე რაც ქონდა. ნამდვილად, ჩემი აზრით, სპორტი ისეთი რაღაცა არის, ანუ ყოველ წამს რაღაცა ხდება და ყურადღება არ უნდა გაგექცეს რაღაც არამნიშნულოვან მომენტებზე, იმიტომ რომ შეიძლება კომფორტულად უნდა გზნობდე თავს. ანუ პირად კომფორტზე უნდა იზრუნო პირველ რიგში და ჩემი აღმოჩენა. ხო, ეს ძალიან კაი, თან ძალიან კომპაქტურია. ძალიან კომპაქტურია. Overpant აწერია რაღაცა. კი, სხვათა შორის საქართველოშიც ერთი-ორჯერ ძალიან გამომადგა ფეხბურთის დროს. ოკეი, ეს განყოფილება მორჩით. მორჩით. ეს ჩანთაც მორჩა? ძირითადი ნივთები, კი, ძირითადი ნივთები რაღაცები მორჩით. აი, მაშინ ამას გადავდები და გადავიდეთ ძირითად ჩანთაზე, რომელიც ძალიან გავს სამოგზაურო ჩანთას. აი, ჩვეულებრივად რომ მიდიხარ, რაღაც ერთი კვირით სადღაც დასასვენებლად და რომ მიგაქვს, ცოტა ეგეთი სტილია და არა ზურგზე ჩამოსაცმელი ესე ვთქვათ. დავიტანჯე. ანუ ზურგზე აი ამ ხალაწონებით სიარული ძალიან არაკომფორტულია და რთულია და ეს ჩანთა ჩემი აღმოჩენა იყო 4 ბორბალზეა და ძალიან კომფორტულია. და მარტივად დაგორავს. ძალიან მარტივად დაგორავს, აეროპორტშიც კომფორტულია. თავარი აწონო არ მოითხოვონ. ეგ პრობლემა ხშირია რა. იცი რა მინდა კითხო, შენ გაგკიდე ასევე პელიკანის кейსი. კი. ხო? აი რა სხვაობა არის? აი მაგალითად ისიც გაგდა ესეც და რატო მიანიჭა ამას უპირატესობა? პირველ რიგში ტევადობა. ან მეტი რაღაცა ეტევა შიგნით? ბევრად მეტი რაღაცა ეტევა. სამწუხაროდ თვითონ ჩანთა არის ცოტა უფრო მძიმე ვიდრე პელიკანის кейსი. მაგრამ ბევრი სხვა კომფორტი აქვს, ბევრი განყოფილება აქვს, ანუ აქ შეგვიძლია ლეპტოპიც ჩავდოთ. შიგნითაც აქვს უფრო ტევადია ეს. უფრო ტევადია და ბევრი რაღაცეების ანუ ვარემ წერან წვიმაზე ლაპარაკობდით და აი პელიკანი გამძლეა. ეს ამას თავისი საწვიმარით მოყვება და აი ესე ჩვეულებრივად გადააფარებ ხოლმე წვიმის დროს და ისე ხმარ. ოკეი. აი დავიწყოთ ჩანთით და სანამ გავხსნით ის რაც ჩანთაზე გაქვს მიმაგრებული. ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი მონოპოდი და ჩემი აზრით მონოპოდი უნდა იყოს ხარისხიანი, მსუბუქი. კი. და მაქსიმალურად კომპაქტური. უფრო კომპაქტურებით კარბონის არის და არის Manfrotto 290 მოდელი. ხო და საკმაოდ მსუბუქი. ოკეი. ეს ხო სპორტული და არა მარტო სპორტული ფოტოგრაფის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ოკეი, იყოს დავთხოვოთ ეს. გავხსნათ? კი, მოდი ბარემ გავხსნე და როგორც გითხარით, ბევრი განყოფილებები აქვს და რაღაც აქსესუარების ჩადება შესაძლებელია. აი, აკრედიტაციის. ეს ევროპის ჩემპიონატის თამაშების ტიკეტები არის. ტიკეტები, აკრედიტაციები. ხო, ან უბრალოდ ყველაფერს ვინახავ. სახლში გაქვს ესე? ცალკე მაქვს ხა ჩამოკიდებული ძუდოს აკრედიტაციები და მნიშვნელოვანი ოლიმპიადები. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. კი ბატონო. ისტორია. შენ ყველა შეინახავდა. კი, აბსოლუტურად ყველაფერი შენახული მაქვს. ცდილობ ძველებიც არ გადავყარო და სადმე ყუთში თავისთვის, მაგრამ მეც მაქვს ჩემპიონთა ლიგის მაგ. ეს კოპენჰაგენის თამაში რო იყო სევილიასთან. ხო იმის ხოჭოლავას გადასაღებად რო ვიყავით კოპენჰაგენში. ძალიან მაგარი მემორია. კი, არა ძალიან კაი გამოცდილება ეს გასვლით შეხედრა არის რა ვიცი, საუკეთესო პროექტია სპორტული. გეთანხმები. ჩვენ ცხოვრებაში ესე ვთქვა. ნამდვილად. ვინც ეგ დახურა რა. მის ტვინში ჩამახედა. დიდი კამბექი უნდა. დიდი კამბექი იქნება.
დავიწყებ გადასაცმელით, ანუ ძირითადად დიდ თამაშებზე თვითონ ორგანიზაცია გვაძლევს გადასაცმელს, ეგრეთ წოდებულ ნაკიდკას. IGF-ში გვაქვს ესეთი ამოქარგული ლამაზი. Photo International Judo Federation. Judo. ბატონო, ჯუდო. და შემოდის ჯუდო კანელნელა ჩვენს ტერმინოლოგიაში. ვცდილობ შემოვიტანოთ. კაბელები. კაბელები, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. რაც უნდა ფოტოგრაფს კაბელები? ინტერნეტ ქსელის კაბელები. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. გაყავს. დაახლოებით ერთი არის 10 მეტრიანი, მეორე არის 3 მეტრიანი. არასდროს არ იცი რა მანძილზე იქნება ჰაბი და რამხელა კაბელი დაგჭირდება, იმიტომ რომ ჯობია გეგდოს ჩანთაში, სადაც ამ ხელაწონას წაიღებ, ბარემ ესეც არ არის. ვიდრე მე იქ იწვალო და დრო დაკარგო სწრაფი. რაღაცას თხოვო და გამოვყავ. არ მოგცემ. ეგ არის მეორე თამუნა არ დადის რა, რომელსაც 3 საწვიმარი აქვს და 4 კაბელი გინეში იქნით რა. და სხვათა შორის აი აქ გავამახვილე ყურადღებას, ვინც თავისი კაბელით მუშაობს, ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი სტიკერები, წარწერა. კი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დიდ თამაშს, როცა 40 ფოტოგრაფი მხოლოდ ერთ მხარეს მუშაობს, ყველა თავისი კაბელით და ძალიან მარტივად ქვეყანა, სახელი, გვარი, ყველამ რო იცოდეს, რომ რა იყოს, რომ უცებ მარტივად რომს დაგჭეს მერე გიპოვის რა. აი ზუსტად, ნამდვილად. და გეტყვის რომ იქ დაგჭა. შემდეგი აქ რა გვაქვს კიდე საინტერესო, ისევ წვრილმანებით გავაგზელებ. გადამყვანი, როგორც გითხარი, მიროლესებით მუშაობ, მადლობა შენ. ამდენი წლიანი ჭიდაობის და კამათის მერე. ხო, ხშირად გვიკამათია, კი. ძალიან ხშირად. და მახსოვს რომ ცოტა სხვა პოზიციაზე იყავი, მაგრამ ამან ის პოზიცია მაინც ვერ დაგათმობინა, ხო? მთავარი პოზიცია ვერ. ჯერ ვერა, მაგრამ აწი ალბათ უკვე გვიანია. მაგრამ რა იცი, შეიძლება მოხდეს კიდევ რა. ნახოთ. მეორე ესეთი პატარა ჩანთა, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა აქსესუარი დევს. ხო. კარდრიდერები, თვითონ ისევ კაბელები და ბარათები. ბარათებს რომელს იყენებ? სანდისკებია. ხო. 122 CF Express Type B. ბარემ კითხო, გაკ 64 და 128. აქედან კითხვადი დაამებადა, რომ აი მაგალითად რომ მიდიხარ თამაშზე, რამდენ ფოტოს იღებ თამაშის განმავლობაში და ანუ რავში მუშაობ თუ JPG-ში, აი ეხლა ვიცი რომ გააჩნია თამაშს, ეხლა მაგალითად აქ მარტივია პასუხი, მუშაობ JPG-ში. ხო. თუ არ არის კონკრეტული გადაღება რამე კომპანიისთვის და მოთხოვნა არ არის რომ რავიც მიიღოს. JPG-ში მუშაობთ? და აი მაგალითად აი რამდენი ფოტო გამოდის, აი ცოტა დიდი თამაში ავიღოთ. ეხლა საქართველოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან რაოდენობაში. და აი მოდი მაქსიმუმისკენ წავიდეთ და ის პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების აი იქ რამდენი გადაიღო. ხო, არ ზუსტი არა, აი დაახლოები რა, ეს 1000 ფოტო არის თუ 3000 ფოტოა მაგალითად. 5000-მდე წავსულ ვარ. 5000-მდე სასულ ხარ ისეთი მნიშვნელოვანი თამაში. მნიშვნელოვანი თამაშზე, იმიტომ რომ ვიწყებთ ძალიან ადრე მუშაობას, მანდ გულშემატკივრების მოსვლა სტადიონზე და გულშემატკივრის ემოცია მნიშვნელოვანია. შემდეგ გუნდის მოსვლა სტადიონზე, გახურება, ჰიმნები, თამაშის დროს ემოციები, თამაშის მერე ემოციები. თან სპორტული გადაღება მაინც სპეციფიურია. ვიყენებთ ძალიან ბევრ კადრს წამში, მარტივად რო ვთქვათ. თან ეხა აჩქარდა. აჩქარდა, მაგრამ მაგას მე რეკითხავ რამდენი კადრე იქითკენ რო გადავალ. იქითკენ იყოს. ხო, ნუ დაახლოებით 5000 კადრზე ავდივარ. და აი ნუ ეს არის ყველაზე მაქსიმუმი და საშუალოდ რამდენი აი რაგბიან ფეხბურთი ისეთი. ნუ 1500 2000-მდე. და ამიტომ ეს მოცულობაც დიდი არ გჭირდება თან JPG-ში. JPG-ში ვიყებ, მაგრამ თუ მაგალითად არ მჭირდება გადაგზავნა ფაილების სააგენტოსთვის, მაშინ ცოტა უფრო დიდ ფაილებს ვიყებ, იმიტომ რომ თვითონ სააგენტო ითხოვს, რომ რაღაც 15 მეგაბაიტს არ უნდა აწდეს ფაილი. ოკეი. ძალიან კაი. გავაგრძელოთ, აბა კიდე რა გიდევს ისეთი? ლინზებით დავიწყოთ? კი, ლინზებით დავიწყოთ. დავიწყოთ ლინზებით.
ანუ აქ რაც მიდევს ნამდვილად ყველა თამაში ვიყენებ აი ამ სეტს. სადაც არ უნდა წახვიდე. სადაც არ უნდა წავიდე, ჯუდო იქნება, რაგბი იქნება თუ რავი, კალათბურთი, არ აქვს მნიშვნელობა. ძირითადად აი ამ ლინზებს ვიყენებ და პირველი არის 14-24. ძველი ლინზა არის, მაგრამ ძალიან Nikonis F mount-ზე 2 და 8-იანი. კი, საკმაოდ ძველი ლინზაა. ძველი ლინზა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს ლინზა. ისევ და ისევ ჩემი გამოცდილებიდან მაქვს 24-70-იც. მაგრამ ძალიან იშვიათად ვიყენებდი თამაშებზე, იმიტომ რომ თუ გაშლილი კადრი მინდოდა 24 არ ყოფნიდა. ლამაზი და გაშლილი კადრი თუ მინდა სტადიონის ან დარბაზის, ტატამი იქნება თუ მინდორი, არ აქვს მნიშვნელობა. 24 ცოტა არა. 24 ცოტა. სადღაც ამ რეინჯში გჭირდება. 14-იანიც ეფექტური იქნება. 14-იც საკმაოდ ეფექტურია და საკმარისია რომ ჩაატიო და ძალიან რო არ დაირღვეს. 24-70-იც არ ყოფნის. ახლოს მისასვლელად, ხო? მე ვერ ვიყენებ მაგ ლინზას ძალიან ხშირად. თუნდაც რაღაც ოფიციალური შეხვედრების დროს თუ ძალიან ახლოს მიწევს მუშაობა, ეს 24-იც ვერ ვატევ. გაშლილი მჭირდება. დანარჩენი უკვე პორტრეტები და ცოტა ახლო კადრები 70-200-იც სამშვენივრად მშველის. ანუ შემდეგი 70-200. შემდეგი 70-200. ეს უკვე ახალი ლინზაა ზემაუნთისთვის. Z სერიის, რომელიც არც ისე მსუბუქია, ცოტა უფრო მსუბუქს ველოდებოდი. ნუ ალბათ კენონის აქვს მსუბუქი მაგალითად. კენონის ბოლო მსუბუქია, კი. ჩაგირტყა. მიკბინა. ან მე უკბინე, არ ვიცი. როგორია? შე როგორც ირონიით თქვი, კი, დამიბრუნეს ეგრევე, კი, ერთით. ოკეი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ლინზით. თავიდან mirrorless უსარკო კამერაზე რო გადავედი, ძველი ლინზა მქონდა 70-200. და შემდეგ უკვე ეს ახალი ლინზა რო ვიყიდე, მივხვდი რაშია სხვაობა. ავტოფოკუსის სისწრაფე, გამოსახულების ხარისხი, კი, ნამდვილად ძალიან განსხვავებულია და ძალიან იგრძნობა კადრებში. არა მგონია დიდი სხვაობა იყოს წონაში, მაგრამ ჩემი აზრით სპორტში ძალიან მსუბუქი კამერით და ლინზით ცოტა რთულია მუშაობა. ოკეი. ეს არის 70-200. ამოვარდნილია ის 24-70 რა, რომელიც არ გჭირდება. ვაბალანსებთ. კი. მოდი გადავიდეთ კამერებზე და მთავარ ლინზაზე ბოლოს თქვათ. კამერებზე, კი ბატონო. ეს არის შენი. ეს არის 1 Z9. Z9. აქამდე ქონდა D5. D5, D3S და ასე შემდეგ. ბოლო ესე ვთქვათ, რომელიდანაც აქეთ გადმოხვედი. D5, კი ბატონო. შეგვიძლია ხალხსაც მოკვდავებსაც დაგანახებთ. იყო პერიოდი, რომ ძალიან უარზე იყავი ამ უსარკო კამერებს. უარზე კი არა, არ ვაღიარებდი საერთოდ. რომ ეს რა არის. რო გადახვედი სარკულიდან უსარკოზე. პირველი დისკომფორტი რა ქონდა? ისეთი. დისკომფორტი. აი, სულ სხვანაირად მუშაობს? ხმა ვერ გაიგე, ხო? ხმა ვერ გავიგე. როდის იღებდი? ხმა ვერ გავიგე. და ანუ ვისაც აქვს გამოცდილება ამ კამერებთან მუშაობის, იცის რომ ხმა შეგიძლია აუწიო სეტინგებიდან. ბოლომდე ვწევდი და მაინც არ მესმოდა ხოლმე, ანუ სავსე სტადიონზე ეხლაც არ მესმის ხოლმე, რას ვიღებ. და ძალიან უცნაურია. უბრალოდ აჭერ მაგ დროს ღილაკს თუ შიგნიდან ინდიკაციით. ანუ ინდიკაცია კუთხეებში კი არის, მაგრამ ზოგჯერ კარგად მკვეთრად არ ჩანს. ხო. და ანუ მაინც ვაჭერ ბოლომდე რომ მე რაღაცას ხო გადავიღებ. ანუ ფლატმასი არ არის, მაგრამ DSLR-ს ხმა და ვიბრაცია ქონდა ხელში, ანუ ყველა ვარიანტში გრძნობდი, რომ კამერა იღებს და მუშაობს. სხვათა შორის ბევრი ამახვილებდა ყურადღებას რა ფორუმებზე, ვინც გადავიდა უსარკოებზე, ეს ხმის პრობლემა იყო. მაგრამ ანუ ჩემთვის მთავარი რაც მომეწონა, ანუ უყურებ, კადრს ხედავ და
ხელით ცვლი და ყველაფერს ხედავ. ეს აი Nikon-ში და Canon-ში არის, რომ აი ყველაფერი აქ გაქვს რა. კი. ორივე ხელთან, ყველა ღილაკთან გაქვს ის რაც გჭირდება. ან კამერა უნდა იცოდე თავიდან ბოლომდე და ღილაკები ყველაფერი შეცვლილი მაქვს. ანუ შენზე მორგებული. ჩემზე თავიდან ბოლომდე ჩემზე არის მორგებული. იმიტომ რომ კამერაში რო ვიყურები არ მჭირდება უკვე რომ გავიხედო, დავინახო, მოვძებნო რაღაც ღილაკი, ანუ ზუსტად ვიცი რა სად გავიდა. რა სად მაქვს, კი. კაი, მკითხავ ახლა რაც ბევრს აინტერესებს ალბათ, რამდენ კადრზე გიყენია წამში, როცა იღებ, იმიტომ რომ შესაძლებლობა მაღალი აქვს. ამას ხო, მე მგონი აქვს საშუალება რომ 120 კადრი გადაიღოს წამში თუ 100. კი. საბოლოოდ ეს არის მაქსიმალური რაოდენობა. მაგრამ შენ რეალურად აი რო გადიხარ მინდორზე, რამდენ კადრზე გიყენია? ძირითადად 10-ზე მიყენია. 10. 10. მაგრამ ეს პროფესიონალიზმის ნიშანია. ის კი არა რომ კამერას არ შეუძლია. მენანება. არ მენანება ნამდვილად. მაგრამ თუ მნიშვნელოვანი თამაშია 12-ზე ზოგჯერ 15-ზე ვაყენებ. ალბათ მან ყველაზე დიდი პრობლემა არჩევაში დროის დაკარგვაც არის. არა, მე თამაშის დროს ვაკეთებ. არა, სხვა რამეს ვამბობ, როცა ბევრი კადრი გაქვს, მაგალითად აი რო გამოიყენო 30 კადრი წამში და შეტევა როა წამოსული. და გაქვს პირობითად 4 წამიანი ეპიზოდია რა. ეს ხო ჩაჭერილი გაქვს 4 წამი იღებ. დაგიგროვდა 120 ფოტო. ამას 20 ფოტოს ხო უნდა ნახვა. და თუ კი 10 კადრი გიყენია, ნახულობ 40 ფოტოს. ყველა დროის დახარჯვა. ხო და ანუ მაგას ვამბობ, რომ თუ ის არ გჭირდება, ანუ უფრო რთულია ამას 120 კადრიდან შენი კადრი ამოარჩიო. ანუ უფრო მეტ დროს წაიღებს, ვიდრე 40-დან ამოარჩიო. ალბათ არის სპორტის სახეობები, სადაც ნამდვილად ჭირდება ამ კადრების რაოდენობა, რაც საწყისხდომა. ხო, წყალში ხტომა, საწყისხდომო სახეობებში, იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტია, ანუ ну აი წყალში ხტომის დროს აი წყალთან პირველი შეხება ჭირდება ალბათ. თან პირველი შეხება, თან მართლა წამების ამბავია, ის მოქმედება, რაც ხდება და მაქსიმალურად ბევრი კადრი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ პოზიციას, რა პოზიციაში ექნება ფეხები, ხელები, თავი, ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში, ამიტომ როცა გააქვს კარგი არჩევანი, შესაბამისად შეგიძლია საუკეთესო აირჩიო. ფეხბურთის დროს ფეხბურთი გულისხმე უფრო რა. არა, ფეხბურთის და აი რაგბის დროს ან კალათბურთის დროს მე არ ვთვლი რომ ეგ მიზანშეწონილია. 10 კადრი ყოფნის თავიდან 12 უფრო. ოკეი, კაი, კიდევ კითხავ, აი მაგალითად იგივე ფეხბურთის გადაღების დროს ან რაგბის გადაღების დროს აი შათერის მინიმალური რაოდენობა რა აი ესეთი გაყინული კარგი კადრის მისაღებად. აი რის ქვემოთ არ ჩამოდიხარ. 1000-ზე ქვემოთ არ ჩამოვდივარ. 1000-ზე ქვევით არ ჩადი. არა. და ISO-ს რაზე ზევით არ წევ მაგალითად. 4-ის ფარგლებში 4000-ის ფარგლებში ტრიალებ ძირითადად ყველგან. კი. ორი რაღაცა რაც მოგწონს ამ კამერაში ესე D5-თან შედარებით და რაც არ მოგწონს. რა არის? ორი რაღაცა. თუ გინდა თითო იყოს, არა აქვს მნიშვნელობა რა, ანუ უბრალოდ აი ზუსტად ვიცი რა. კაი, პირველი რაც ყველაზე მეტად მომეწონა, თუ გახსოვს DSLR კამერებს მოყვებოდა ცალკე პატარა ისეთი მოწყობილობა Wi-Fi-ზე მიერთება რო ჭირდებოდა. დამატებითი. ამ კამერას ყველაფერი შიგნით აქვს და აი ეს რაღაც დამატებითი კიდე $500-600 აქსესუარების ყიდვა არ გიწევს, ანუ კომპიუტერია ფაქტობრივად ეს კამერა. ეს ძალიან კაი პირდაპირ შეაერთებს. და რა არ მომწონს? მეორე კამერის მაგალითზე განახებ. ოკეი. მეორე Z9. მეორე Z9. ან ტყუპები არიან? ტყუპები. ეს უფროსია. აი ეს არ მომწონს. რეზინები. ესე ვთქვათ, რომელიც დამაგრებული არის, წებოვნება თვითონ კამერას. მიუხედავად იმისა, რომ Nikon-ი ძალიან მიყვარს, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ეს პრობლემა, ხო, ანუ სარკულებშიც არის რა. ანუ იცვითება ზუსტად. და ამიტომ გაქვს შეფუთული. მაგიტომ აქვს შეფუთული, ცოტა ნაკლებად რომ დაზიანდეს და ხელში ძალიან რო არ ვიგრძნო ეგ პრობლემა. კაი, და ახლა აი ბოლო კითხვა კამერასთან ისე ვიყიდიდი Z9-ს. თუ არა. კი. ისე ვიყიდიდი Z9-ს.
დღეს რომ მქონდეს საშუალება წავიდოდი და მესამესაც იყიდით. აუცილებლად. Yes, nice. გადავიდეთ აბა შენ მთავარ თვალზე. რა არის მთავარი და ყველაზე ძიმე 400-იანი ფიქსი. 400-იანი ფიქსი. 2 და 8. 2 და 8. ვაიმე. თავარი არ გამივარდეს, თორე გადავარდები. გადავარდები ერთ რამდენიმე 1000-ში. Nikonis 2 და 8-იანი, რითიც არის ესეთი დამუნას შედევრები, რითიც იქნება. 400-იანი არის შენ ძირითადი ლინზა, ხო, როცა სტადიონზე ხარ? სტადიონზე კი. და ყოფნის. მე მაქვს ნანახი, უცხოელი ფოტოგრაფები ხშირად იყენებენ ცოტა უფრო გრძელ, 600-იანსაც მაგალითად რა, 500-იანს. ევროპის ჩემპიონატის დროს რამოდენიმე თამაში 500-იანით გადავიღე. თუ გახსოვს ჩეხეთთან თამაში, დღიშუგზე იყო და ძალიან კაი მინდი იყო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ლინზით. 500-იანით. 500-იანით, კი. ხო. მაგრამ შემდეგ თამაშზე ისე 500-იანი ავიღე. რაღაც მომენტებში არ მომეწონა. და ისე არ ვიცი შეიძლება მე რაღაც ნუანსები ვერ დავამუღამე. იცი რა ის დან დიდი სხვაობა არ არის 400-იანს და 500-იანს შორის. მაგრამ აი კარგამინჩი და კარგანათებაზე არაჩვეულებრივია. მაგრამ იქით ცოტა შეიძლება ცოტა დამუღამება უნდა. შეიძლება. და რამდენი წელია რაც იღებ 400-იანით ესე ანუ ამ მილიმეტრაჟით რა კონკრეტულად ამ ლინზას არ გულისხმობ. თავიდანვე ხო არ მქონდა? თავიდანვე არ მქონდა. მე შევიძინე და დღემდე ამასაც ვიყენებ ამ ლინზას 200-400. ხო. ეგ ძალიან კარგი რეინჯია ისე. ძალიან კარგი რეინჯია და ძალიან ველოდები ზესთვის როდის გამოვა მსგავსი რეინჯი, იმიტომ რომ შედარებით ახალი ლინზა Nikonis 120-300 2 და 8-იანი ჩემთვის იდეალური ლინზა იქნებოდა შიგნით დარბაზში გადასაღებად. ეგ კაი დარბაზისთვის ძალიან კარგია, ხო? 300 მაინც არაა საკმარისი, მაგალითად ფეხბურთზე და რაგბიზე ალბათ. არ არის საკმარისი. არა, იმიტომ რომ სადაც შუა მოედნიდან მაინც უნდა გაყვე უკვე მოძრაობას. კი. იმის და მიუხედავად რომ ეს F არის Z9-სთან ძალიან კარგად გადამყვანით მუშაობს, ხო? კი. ავტოფოკუსის სიჩქარეც. მე ძალიან ყვაყოფილი ვარ. ამას აქვს ბლენდაც. ანუ თვად ესეთი პატარაც არ არის. სხვათა შორის ანუ ბლენდით კი უფრო ისეთი დიდი ჩანს და ლამაზია და შტამბეჭდავია, მაგრამ დიდ თამაშებზე, მაგალითად ფეხბურთზე, ფოტოგრაფები ძირითადად ბლენდის გარეშე მუშაობენ. მიზეზი? ბევრი ფოტოგრაფი ერთდროულად მუშაობს, ერთმანეთს ხელი რო არ შეუშალოთ. ხო, ანუ ითვალისწინებთ. კი. კოლეგიალობის ამბავი არის მანდ უფრო, ხო? ხო, ძირითადად ანუ ბლენდის გარეშე არ მოქმედებს დიდად. მაგრამ წვიმაში ბლენდას უყენებ, ხო? მაგალითად აი წვიმის დროს როდესაც არის. კი. მაგ შემთხვევაში ხო იყენებ იმისთვის და მაგ შემთხვევაში კი, ევროპის ჩემპიონატის დროსაც წვიმიანი თამაში როცა იყო, მხოლოდ ერთი ნაწილი დავუყენე, იმიტომ რომ ორი ნაწილი მაინც ძალიან წინ გაწეულია, გვერდზე ფოტოგრაფებს უშლის ხელს. კი, რა თქმა უნდა. ხო და კოლეგიალობა მინდორზე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან. იმიტომ რომ მე გამიგია ეხლა მე არ ვარ ეს სპორტული ფოტოგრაფი, გამიგია რომ აი რემოუტ კამერებზე შემთხვევები ყოფილა რა. რომ ვიღაცას გაუთიშია. ან რაღაცა შეუტრიალებია, ხო? შემოეთიშება, შემოუტრიალდება. გადაატრიალებს ზუმს ან დიაფრაგმას რაღაცა შეუსვლის და შენ მესამე კამერას რემოუტზე ხმარობ ხოლმე თუ? ზოგჯერ კი, სამწუხაროდ დიდი გამოცდილება მე რემოუტზე არ მაქვს, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ კარგად დავამუღამო, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული კადრები გამოდის. საქართველოში გვაქვს ამის საშუალება, რომ მარტივად დავაყენოთ, მაგის ნებართვაც გვაქვს. ხო, დიდ თამაშებზე ცოტა უფრო რთულია, იმიტომ რომ ჩენელი არ უნდა დააჯდეს, წინასწარ უნდა შეუყვეთო ადგილი. მაგაზე მე ვისაუბროთ, როდესაც ფორმატ შევცვლით ცოტა ესე ვთქვათ, ამ გადაცემა არ მივთქვა რაღაც ეპიზოდები რაც არის რა ეს. აი მაგაზე მე უკვე ჩაშლილია, როგორ მუშაობს სტადიონზე, რა სპეციფიკა აქვს, როგორ უნდა მოიქცეთ. ან ქცევის წესებს მან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე
თავარი არის როგორ გიქცევით სტადიონზე რა. ანუ სტადიონზე იქნება დარბაზში თუ რავი ნებისმიერ გადასაღებ მოედანზე, როდესაც მიდიხარ, ყველგან თავისი წესებია და ეს წესები უნდა დავიცვათ. თავარი წესი გვახსოვდეს ყოველთვის რისთვისවත් მანდ მისულები. კი და ეგ მე ჩავშალოთ ცოტა უფრო ისეთი საინტერესო იქნება რა ეგ რა, იმიტომ რომ ეხლა დიდი ტურნირების გამოცდილება ძალიან ცოტა ადამიანს აქვს საქართველოში რა, აი ფოტოგრაფიის და თუნდაც იგივე ვიდეო ოპერატორების მხრივ და კი, და სამწუხაროდ აქაც არ უნდათ რომ ისწავლონ. ხო და აი რაც ვიცით გაუზიაროთ. ხო, რაც ვიცით გაუზიაროთ სიამოვნებით. სიამოვნებით. მადლობა თამუნა, ძალიან დიდი რომ მოხვედი. მართლაც აი ძალიან მიხარია რომ მეგობარი ხარ რა, იმიტომ რომ ისეთია მემატიანე მე დრო რო გავა, რავი იმედია რაც რო გადახედავ რაღაც წარსულს, აი შეხედავ აი ნახე რა მაგარი ფოტო იყო, ეს ვინ გადაიღო ეს, ჩემო მეგობარმა თამუნა, აი. ანუ აი ეგ არის რა, რომ მე ეს ინახება და ამ დანახული დაჩხაკუნებული კადრის უკან ადამიანები ვართ რა. და შენ მადლობა იმისთვის, რომ ესეთ ისტორიულ რაღაც მომენტებს გვინახავთ. ან ეგ წამის მეათასედებია რა. მეათედი კი არა, წამის მეათასედებია რა. ნამდვილად. ეგ ძალიან კაია. მადლობა, ძალიან საინტერესო ჩანთა იყო. და ვისაც სპორტული მიმართულება აინტერესებს, მეგონი შენზე კარგ მაგალითს ვერ ნახავს რა. ძალიან დიდი მადლობა, კახა, ნამდვილად საინტერესო გადაცემა გამოვიდა, იმედი მაქვს და ძალიან ველოდები სხვა ეპიზოდებს, როგორც გითხარი და რავი, ნებისმიერ სიტუაციაში მოედანზე ან დარბაზში თუ ნახავთ, იქაც ნებისმიერს გაუზიარებ ჩემ გამოცდილებად დიდი სიამოვნებით. მადლობა, ასე რომ თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის. შვენიერი ხალხო. ეგ ძალიან. მოგეწონა? მოგეწონა. ძალიან კაი გამოვიდა. ეს უფრო კარგი ამბავია ვიდრე. და შენც იქიდან რა რაღაცა